მარიკა, ნახე რა საყვარელია რა. შეხედეთ, ცხოვრობს თავის სახლში და ნებივრობს. რა? მართლა ძალიან საყვარელია. დათო, ეხლა დავაფიქრი და იცი რა ვიფიქრე? ხო არ ჯობია რომ აქ ესე აკვარიუმი ესე გადავოტიხროთ და ორი ოთახი ეხლა ხას ქაღალდი შეჭამა იცი როგორი სასაცილო იყო მოვკის იცი რა ქაღალდი? რა ვიცი რაღაცა ყვითელი ფურცელი იყო ძალიან ეგემრიელა მარიკა ბატონო მარიკა ნიჟარაძის ახალი ტელეფონის ნომერი ხო არ იცი? არა პატარა ყვითელ ფურცელზე მეწერა და ვეპოვებ შენ ხო არ იცი დათო? არა ირაკლი მე საიდან მოგიწოდე ეს შენ ნიჟარაძის ტელეფონი ირაკლი კაცი ეგ მოაშორე ეგ ვირთხა ბოლო ჯერ გეუბნები კარგი და ირაკლი ამას როგორ უნდა შეგაშინო და ხელა კაცი რა დამანებე თავითქო მოხ ყოჩახ რა უთან რა შენ ხო ფიქრობ ვაშკაცი კაცი და ამ ხელას პილო როგორ შეაშინე შენ ირაკლი მაგას ელაპარაკე მაგას ოთოს ელაპარაკე ოთო დამიგდე ყური ჩემი მანქანა რამდენად გაიყიდება ხო მანქანას ყიდე უი ოთო ეს როგორი როხროხა ხმაკონი რა იყო რატომ მიყურებ ესეთი საწყალი თვალებით მოგწინდა მარტო რო ხარ რა არა უშო ცოტა ხან მოითმი მე გიყიდი შენაირ მეორეს და მოგიყვან მე დამეგობრდებით იმას ისე დავარქვათ გოგი დავარქვათ იმას სულ გააფრინე ხო უყურე ამას როგორ მელაპარაკება გამითამამდა აქ სუკანი გიპიანი შენ ის მითხარი მანქანა ვის მიყვიდო რატო ხილათ იყავი რა დივანი არ დამისვაროს ხო მარიკა მოდი მაგარი მანქანა იყიდება ხო დაიჰაცო უკუორე ხო ერთი პატიოსანი პედაგოგი კაცი იყიდის არ გინდა იყიდო დათო მე მანქანა რა მინდა გაიყვანე ბაზრობაზე და გაყიდე მე და ოთოს ყვავდა გაყანყვანილი მაგრამ ვერაფერი მანქანასთან ვინ მოვიდოდა როგორ ვინ მოვიდოდა აღარ გახსოვსო სურათებიც გადაიღეს და ბოლოს ტაშიც დაგვიკრეს ვა დაიქოქაო იქნებ ძვირს აფასებდათო ნუ მეკამათები ხა ირაკლი მართლა რა მინდა მარიკა მოყავს კარგი რა ირაკლი რა არის ახლა აჰა მოაშორე მარიკა შენ მაინც აქვე იყავი ხო კარგი აჰა ძვირს ხარ ანაირად ვაფასებ ირაკლი მე დამიჯდა 800-მდე მაგრამ ეხლა იქ რაღაცები გავუკეთე ანტიფრიზის შავასხი აკუმულატორში გამოხდილი წყალი ჩაუმატე ზეთი გამოუცვალე 1000 და პატარ-პატარა რაღაცები და ნუ მე ეხლა მიგირს 1210 დოლარი დათო ეს $10 რა მარიკა ვაჭრობა ხოლმე დამწყო მე სუპტაჟი გამოვა 1200-ში რა დათო რა ქენი იცი რა დააზღვი ეგ მანქანა და რომ მოიპარავენ მე ფულს აიღებ კარგი აზრია
არა. ეგ არ გამოვა. რატო რა არ დააზღვევენ? არა, არ მოიპარავენ. შეხვერიკნი ჩემ მანქანას, ა? იაფად მოგცემა 1200-ში გაგატანა. არა, მე მანქანა არ მჭირდება დათო. შენ მანქანა არ გჭირდება, შენ ის გჭირდება, მოპედი, მინი. პატარა. აი პატრონს რო ყავს, პატრონს ღიპი შენც რა. ოდათილობით. მოახტები ხომი ამ მინის ჩართები მას აქვს, ციმციმარ რო აკას. სამსახურისკენ. დათო მანქანას რომ მყიდი, მე შენ რა უნდა ქნა? მე რაღაცას ვიყიდი რა. მობილური რო იყიდო. რა მობილური? ახალი კარგი მობილური თავის დამტენით. არის. კარგი ირაკლი, რეეფსეობნები უთხარ რომ არ გაყიდოს, მე სამსახურში რითი ივლის. დათო, კედები იყიდე. რა კედები ირაკლი? კარგი ახალი კედები იყიდე, ჩაიცვი და უფრო სწრაფად იყიდე. აქვს მე კედები. გაგზავნოთ ესე. ირაკლი. ხო. ეს ტელევიზორი ჩემს ოთახში უნდა შევიდო. არა. მე და მარიკას გვინდა რომ აქ იყოს. აი მე და ოთოს გვინდა რომ იქ იყოს. დღიური ჩემი მეზიზღებოდა და ეხა ჟურნალისტისას მაყურები. როგორ ახარ, როგორ? კარგად? მე ვარა. ის ვინ არის? ის ვინ არის? მეგობარი? გამარჯობა. თამარ დილით კარებზე ვინ იყო? დათო იყო შემოსული. მანქანას ვყიდი და თქვენთვის ზედ გამოჭრილიაო. ვითომ რატომო? რატო და თქვენსავით საყვარელიაო. თქვენსავით პატარაა და ასაკი იმასაც არ ემჩნევა. თავის ბიძაშვილს მიყიდოს. სულ რო რემონტს აკეთებს, ქმარი რო ვეშაპიყავს და დაბდურა. ეგ რაღაც ახლა არ გამოგივიდა. გუში ლაშიკომ რო დამირეკა, მითხრა ბუკინგების სასახლესთან ვიყავიო და პრინცისაცოლე უნახავს. მერე? დიდი არაფერია. აუ გუშინ სანდრო რავცემე კარატეზე. აუ ქეთევან. რამდენი ხანია ესე მარტონი ბედნიერად არ ყოფილვარ სახლში. მე მირეკა. ალო. ხოთო როგორ ახარ? ოთო ლაშიკოს მეგობარი. ხოთო. კი, როგორც კი ჩავიდა, გადმომირეკა. ხო, ძალიან კარგად არის. კი, ძალიან კარგ სასტუმროშია. ხო, რა ვიცი, მეც ძალიან უნდა რომ ის გვერდით ვიყო, მაგრამ სად მაქვს ახლა მე ამდენი თავისუფალი დრო? ხო, კი, კონფერენციამ ძალიან კარგად ჩაიარაო, 2 წყვილი ფეხსაცმელი მიყიდა. ხო, კი, მოხსენება ძალიან მოეწონაო და ზედა მიყიდა არაჩვეულებრივი. ხო, კარგი, ოთო, მომიკითხე შენები, კარგი, პაკა. თამრი, ოთო არის ლაშიკოს ბავშვობის მეგობარი. თამარ, არაჩვეულებრივი ბიჭია, გადასარევი. 2 უმაღლესი აქვს დამთავრებული, 2 ბინა აქვს და ქუთაისის ქუჩაზე 2 ავტონაწილების მაღაზია. და ცოლი რამდენი ყავდა? ცოლი. კარგი რა თამარა, კარგი რა. წავედი ხა სამსახურში მაგვიანდება რა. კარგი, ხო თამრი, კარგად, დროებით. მე ამ გოგოს რაღაც უნდა მოვუხერხო, თორემ დაიღუპება რა. უნდა გავათხოვო. იცით ხალხო რა ბიჭია? ზღაპარი. ჩემი ლაშიკოს ბავშვობის მეგობარია. მე-5 კლასიდან ერთად არიან, ერთ მერხზე ისხდნენ და ჩელოზეც ერთად დადიოდნენ.
იქნება არ უნდა თამარს იმ ოთოს რომ ურიგებ? ხო, რას ნიშნავს მარიკა არ უნდა? თავიდან ლაშიკო მეც არ მინდოდა, მაგრამ შევხვდი, დავილაპარაკეთ და სულ სხვანაირად ავჭიკჭიკდი. სალომე, ერთი ლუდი. მარიკა, შენ რა გინდა? წვენი. შენ? ერთი ლუდი, ერთი წვენი და ერთი ყავა. ყავა. სალომე, ერთი წვენიც. ალო? ხო? სად ვარ და ბარში? ვინდა მე, მარიკა და თიკა. ხო. მე რას მირეკავ? პირდაპირ თიკას ვერ დაურეკავ? თამარია. თამარი. თიკას დაუძახეო. რაო? რაო და რაღაც ახალი ტარიფია წუთში 7 თეთრი. ხო თამარ. საქმეზე ვარ გასული. ხო. უფროსის კაბინეტში რა გინდა? ყავს მაგაც მდივანი ყავისთვის. არა თამარ, არაფერი არ გამოიტანო მაგ კაბინეტიდან. არა, არ გჭირდება მაგიდან არაფერი. კარგი თამარ, მე მალე მოვალ, ხო? კარგი. ხომ არ მიხვდა? არა. აიმე. რა ვქეთევან, რას ამბობდი, როგორ ავჭიკჭიკდიო? სხვანაირადო. იცით ჩემი ლაშიკო როგორ მიყვარს? აი, განშორებამ ჩვენი სიყვარული უფრო გააძლიერა. მესმის ქეთევან ძალიან რთულია, ძალიან. იცით, დამირეკა და მითხრა, ჩამოვალო, საჩუქრებს ჩამოგიტანო, თიკასთვისაც მაქვსო, მარიკასთვისაც მაქვსო და სალომესთვისაცო. სალომე, შესაღამოს ბარი დაკეტილი იყო და რა ხდებოდა? სანდრო სპექტაკლი იყო და წავედი. აბა სანდრო მითხრა ჩაიშალა სპექტაკლი გუშინო. ხო, მარტო მე ვიყავი დარბაზში. ვაი, შესაწყალო, ვაი. ისა თიკონა მომისმინე თიკა, ეხლა დავიჯერო ჩემს თამარს. ბანკში თაყვანისმცემლები არ გამოუჩდნენ? კი, როგორ არა? ნოდარია, ერთი ბორჯომელი ბიჭი. ნოდარი? დაცვაში მუშაობს და ისე პრანჭება. საჩუქრებსაც ჩუქნის უკვე. გუშინ 3 კილო პანტა მოუტანა. რა? პანტა? ვიცა პანტა მაგან მოუტანა? აბა მე მითხრა ხაზარაძემ საუკეთესო თანამშრომლებს დაგვირიგაო. არა, მე ჩემ დას ხალხო ბორჯომში ვერ გავათხოვებ. როგორ ეკადრება? რა თქმა უნდა. თქვენ უკეთიცით. არა, ოთო უნდა გავაცნო რა. თიკუნა. მარიკუნა. ისა. იცით, აი თიკა თამარი და ოთო მინდა რომ ერთმანეთს გავაცნოთ. უი, თიკუნა შენ ხო აქედან ბანკში მიდიხარ? ხო და მოკიდე თამარს ხელი გამოპრანჭე და ოთოს შევახვედროთ, ხო? მაგრამ აი სად შევახვედრო? აი მეც ვერ ხვდები, სად შეიძლება ვის სახში უნდა შეხვდე? ოთო და თამარი, აი ვფიქრობ, მარიკა მართლა ვერ ხვდები. იქნებ მითხრათ, აი ვის სახში როგორ რანაირად კარგი, კიდევ ერთი კეთილი საქმე გავაკეთოთ მე და შენ მარიკუნა. კიდევ ერთი კეთილი საქმე. ესე იგი, თქვენ თამარი და ის ჩელოზე რო უკრავს, რა ქვია? ოთო. ჩემს სახლში შემოიტყუეთ. დანარჩენი მე ვიცი. მე სალომე, კიდევ ერთი ლუდი მოუტანე ჩემი ირაკლის. დიახ. გისმენთ? რის თაობაზე? მანქანის თაობაზე? არა, ეს ირაკლი ჩხეიძის ბინა. და დათო ალექსიძეს თუ გნებავთ დაუძახებ. დაელოდეთ. ალო. დიახ. მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია კი? მართალია 29 წლის არის, მაგრამ 2 წელია რაც აქ დადის. დანარჩენი აზერბაიჯანში დადიოდა. დიახ. ალო. თუ მყიდველი არ ახარ, რას მიდიყავ?
დათო, აი ეს უეჭველი მყიდველია შენი მანქანასავი დღმუის. ალო. დიახ მევყიდი. არა მართლა მევყიდი, დიახ. არა მართლა ვყიდი. მართლა აუ რა მოხდა დათო? რა ვიცი, დილიდან მინეყავენ, მეკითხებიან, თქვენ ყიდით მანქანას, მე ვიმეორებ, დიახ, არა მართლა ყიდით მანქანას. დიახ ვყიდი. არა მართლა იმ მანქანას ყიდით, დიახ ვყიდი, მე იციან და მიდიშარ. დათო. და არ გენანება რო ყიდი ამ მანქანას? მე არ მენანება, აი ანანოს ელანება. და შეუყვარდა. მე ანანოს თუ შეუყვარდა რატო ყიდი? კარგი ირაკლი რა იმისთან ვიღაცები უყვარდება და რაღაცები გაგიზდება. ეგეც მართალი. ირაკლი. მოვიფიქრები რომ აიღოს ჩემი მანქანა. ვის? თან გარაჟიც გაქვს. არა. კი, არა დათო. ოთარის დაუძახები. მაინც არა. მე ჯობია კარს გავაკეთე. ვა, შენ ხარ? მობძანდი რომეო. რა რომეო ირაკლი სანდრო ვარ ვერ მიცანი? ელი რომ მტკიოდა. ისე მაგარი წამლები იყო, ენახე რა ხმა მომაღებინა. უი სანდრო შენ ხარ? მოდი სანდრო დაჭექი. ისე გამეხარდა რომ მოხვედი მოწყენილები ვიყავით მე და დათო. სანდრო რა კარგია რომ მოხვედი რა. აი სანდრო ამან კიდე ვერ მიცო რომეო რა რომეო და ცოტა შეცვლილი ხოა? კი. დაისვენე სანდრო დაისვენე რასაც შეფეხი დადიხარ სანდრო მე გაგვრები. როგორ დადიხარ სანდრო ფეხი? დადიხარ. არ იღლები სანდრო, ა? მანქანა არ გიდა რო იყიდო. რავია. კიდე ჩემი მანქანა მოყიდა. შენ მე მართლა სულელი ხო არ გო? ირაკლი, რატომ მოვედი ახლა მე? ხო, შენ ახლა სერიოზული საქმე გექნება, სანდრო, ისე ხო არ მოხვიდოდი? თეატრის დირექტორის ქალაქგარეთ გავიდა. ხო და გასაღები თეატრის და სეიფის მე დამიტოვა. ხო და მე შინი არ ასე გენდობა? ხო, მითხრა რომ ახლა შენზე მაინც არავინ არ იფიქრებსო. ოღონდ მე შინი არ დამეკარგოს და მინდა რომ დავუმალო, აქ რო დავუმალო. აქ? ხო, კი ბატონო, დამალე. ხო, ოღონდ თქვენ არ უნდა დაინახოთ და უნდა გახვიდეთ გარეთ. მე და დათო? ხო, კი ბატონო, რა პრობლემაა? წამა. გარეთ ლაპარაკეთ. ალო. დიახ, მე ვყიდი. იდეალურ მდგომარეობაშია, დიახ. არა, ელ პაკეტი არ აქვს. არც აირბაგი აქვს. არც აბესი. არა. ალო. წამო. რაკელი დამალე? ვა, ირაკლი? დათო, სად იყავით? ლუდი მიყიდეთ, სანდრო, ლუდი. აბა სად არის ლუდი, სად არის? მაცივარშია, სანდრო, ლუდი. ნახე, მაცივარშია. უი, სანდრო, გასაღები მაცივარში რატო და? აუ, რატი ხარ, ირაკლი რა? აი, რანაირად ტიპოვი, რა კარგად გქონდა, დათო, იცი რა კარგად გქონდა? ბოთლის უკან იყო ამოდებული, რანაირად დაინახა. აუ. მიდი სანდრო სხვაგან დამალე, მიდი, აბა. მიდი. ირა, მე წამომიგე რა ერთი ბოთილი. აჰა. მიდი დამალე შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ მოიფიქრე. ჭიქა ვერ წამოვყოლე ირაკლი. აუ, დამავიწყდა და თორა მიდი მოიტანე. მიდი გაწუნცულდი, მიდი. მიდი. გემოს არ ჩაატახონდე რა. სანდრო. რა ის ჭიქები არის?
ირაკლი მითხარი რა სადმე რაღაცა ესე დასამალი ადგილი. სანდრო რა ქენი იცი? დამალე სადმე? მე დებილონტები შემოიყვანე და თუ ვერ იპოვიან ესე იგი მაგარი ადგილი. შენს ოთახში რო დაუმალო. დამალე. მიდი. აი ხო დაანები მაგ. დამალო შემოთახში. კი ხო მომხმარე რა. განაირად გაყვიდეს მაგხან აღარ ვიცი უკვე რა. დათო? მე მგონი შენი ბრალია რო ვერ ყიდია მაგხანას. ჩემი ბრალი? შენი ბრალი რა არის და რო გირეკავენ და გეუბნებიან. თქვენ ყიდით მანქანას. რაღაცა თავიდანვე შეშინებული ეუნები. დიახ, მე ვყიდი. ასე არ უნდა უთხრა. დიახ, მე ვყიდი. მიდი. როგორ? დიახ, მე ვყიდი. დიახ, მე ვყიდი. თეთრი არ დააკლდება. თეთრი არ დააკლდება. მომიხმარი. ალო. დიახ ისმენ. დიახ, მე ვყიდი. კარგ მდგომარეობაშია. დიახ, კარგ მდგომარეობაშია. დიახ, კარგ მდგომარეობაშია. არ დააკლდება. არ დააკლდება. ნაგდი მკვიდრდი ვარო ირაკლი და სად შეიძლება ვნახო მანქანა? სამწუხაროდ გაიყიდა უკვე. სამწუხაროდ გაიყიდა უკვე. მადლობა. ხო, აჯიკა ძალიან გემრიელი იყო. მადლობა. ოღონდ მე ქეთევანმა ცოტა ბულგარული, ცოტა წიწაკა, მარილი და ნიგოზი დაუმატა. ხო. თორე ისე ძალიან კარგი იყო. ხო, ეს სამსახურის ნომერია. ილაპარაკე. იმაზე მომისმინე. შენ მარტო CV მომიტანე და მაგ საქმეს მე მიგიხედა. კაი. ხო. ბაჭკი ბიძა მომიკითხე. კარგად. კაი. რა შვები თამარ? სად იყავი აქამდე თიკა? მე ვიყავი საკონფერენციო დარბაზში, რაღაც აინტერესებდათ მარკეტინგის გაყოფილებაში. და ჩემთვის ეკითხათ, მე აქ არ ვიყავი? ხო. მაგ საკონფერენციაში ვიდეო რომ დგას, მუშაობს ეგ? კი, მე მგონი. რა იყო? ხო. არა, გოგოებს შევპირდი, რომ ჩემი ბანკეტის კასეტას მოვიტან და გაყურებინებთ მეთქი. ცირკები იყო, ვაიმე სანდროს ბოტანიკის მასწავლებელი გაუვარდა ხელიდან. ეგ საინტერესო იქნება და შენ რო ახალი კაბა იყიდე თამარ. როდის უნდა მაჩვენო? შემოდი ჩვენთან და გაჩვენე. არა, მე კი შემოვალ, მაგრამ ხო იცი ჩვენთან საღამოს, ჩვენ მხარეს მზეც უდათ ეცემა და მოდი შენ კაბა ჩაიცვი და საღამოს მარიკასთან გადავიდეთ და იქ მაჩვენე. ვარა გენაცვალე, მაგათი შპალიერი ესეთი ფერისაა, რომ სუკანს მაჩენს. ой, თიკა, შენ რომ მითხარი ის გავაკეთე. ხო, გაგიჭირდა? არა, ისე რა. ოღონდ იცი რა უნდა გთხოვო. ადნაკლასნიკებში დავრეგისტრირდი და სურათი როგორ დავაგდო? ერთი ძალიან მაგარი ფოტო მაქვს, ძალიან მაგარია. ხო და იცი რა. ზღვაზე ვარ, კოპლებიანი კაბა მაცვია და ხელი მიჭირავს ასე. გეგონება რომ ხელში მაქვს მზე. თამარ, რა ხდება? ვინმეს ხომ არა პროჭები? მომიყევი ახლა მიდი. არა, ეხლა კი არ მომიყვე. ეხლა მაგის დროს სადგოთ. იმ კაბას რომ ჩაიცვამ და მარიკასთან რომ გადავალთ, ხო საღამოს? მაშინ ვიჭორავთ, ხო? კაი, რა თიკა, რა დროს ბიჭებია. ჯერ კარიერა, მერე გათხოვება. კარგი რა. რა, ვინმემ ჩემზე რამე გითხრა? მაგრამ ისე გითხე.
მე რომ მეკითხები შეროდემდე უნდა იყო ასე. აი სომიაძე ბაჩო, რაღაცა წამდაუწუ მიდი მოდის აქ. მე მგონი მაგას მოწონხარ. რატომ იქნებ შენ მოწონხარ თამარ? კარგი რა, ვერ ხედა, როგორი აყლაყუდაა და წელშია მოხრილი. ხო იცი, შემოსული იყო და ანგარიშები გადაამოწმოსო დაგიბარა. დავამოწმოთ ახლავე. მოდი. სად არის აბა? ჩემ ფოლდერში. ეს რა არის ბენ აფლეკი? რა ფოტოა? შენ რამდენი ფოტოები მაგწონს? არა, რა მომწონს. ქეთევანი ამტკიცებს, რომ გინდა თუ არა ჩემი ლაშიკო პროფილში გავსო. უნდა წაუღო ერთი და ვაჩვენო, რომ ბენ აფლეკს კი არა ლობიოს გავს. თამარ, იცი, მარიკამ ახალი აბაზარა რო დააყენა. მართლა, მაინც გაიტანა თავისი, მაგას ნახავს აღამოს. ხო. ესეთი მაგაც საღამოს მარიკასთან შევდივართ, მეც აუცილებლად უნდა შევიდე. ნახავ ამ აბაზარასთან ძალიან ლამაზ რაღაცას ჩავიცმევ. ეს ლამაზი რაღაცა რა გინდა? როგორ შენ არ იცი? ახალ რაღაცას რო ნახულობ, შენ თვითონ მათ შეიცვა ახალი და ლამაზი რაღაცა და ბედი გაგეხსნებაო. ხო. კაკა ჩავალე ხა ქვემოთ და რა წამოგიყო ეკლერი წამოგიღო? არა, არ მომეწონა. არ მოგეწონა? არ და ქეთევანი არაჩვეულებრივად აწყობს ნამცხრებს. მოვიყვანდი და ეს ყვების პრობლემა მოხსნილი გექნებოდათ, მაგრამ არ მოინდომეთ და რა უნდა გითხრა? თემური და ლიზი რო ერთად დადიან იცი? კი, ეგენი ცოლქმარი არიან. არა, თამარი გასულია. არა, თამარი არ ვარ, თამარი გავიდა. არა, გავიდა. ისა ფერი თავიდან ჩვენც არ მოგზონდა მაგრამ მე რა იცი როგორ კაი მოიცა აუ იცი რა შეწეწება მანქანა წინვალე მდგომარეობაშია თავყროდგება მიაქციეთ პედაგოგის ნაქონია ნახეთ რები აქვს აი ეს აქვს იქიდაც აქვს ესეთი სარკეები აი ერთი აგერ მეორეც ეს ექსნება და უკეთდება დიახ აი ამ წარწერას გაგატანთ თქვენ იყოს დიდი მადლობა დიახ აი აქ შეღუნული ყოფილა მართალი ხართ სამაგიეროდ აქ აქვს გამოღუნული ცოტა ფრთხილად თუ შეიძლება უკაცრავად არა უშეს აუ იცი როგორ დამწყდება გული არ გაგატან კაი გავატან ხო ოღონდ გეხვეწებით მოგვიყვანეთ და გვანახეთ ხოლმე რა კარგით შევთანხმდით იდულობ რა იდულობ უშო მართლა იდულობ ხო დღეს საღამოთი წავიყვან მე აქვე ვცხოვრობ გვერდით корпуსში და აქვე ცხოვრობ გვერდით корпуსში და შემთხვევით თქვენ გარაჟის ხომ არ გჭირდებათ იაფად მოხდა არა მადლობთ გარაჟი მაქვს გარაჟი გაქვს კარგით ცოტა ფრთხილად რა მეგობრებო ოდიში
1000, ესეც 1100. მან რამდენია? 100. ესეც 1200. შევსდი რა. ეგრევე $5 არ უნდა დამეყო. ჯერ უნდა დამეწყო 2, მერე 3, მერე 4 და შევსდი რა, იაფად მივეცი რა. და თუ იცი უკვე როგორ მენატრება ჩვენი მანქანა. მაგრამ ალბათ შენ როგორ გენატრება. ის ესე როგორ შეიძლება და თუ თვეში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ნახვის უფლება. უცი როგორ დამწყდა გული. კარგი რა ანანო, რაზე დაგწყა გული, ჯერ რას გავდა, მერე რაფერი იყო, მერე ის საბურავი მარჯვენა რამხელა ქონდა ანანო რა. რა? ჩუმად მაინც ილაპარაკე. სადმე აქ რო იდგეს ახლა და გაიგონოს ხო აწყინება რა. იცი და მაგდენი ფული ქონია რა დესმე. on $300 ნაკლები სანამ იმ მანქანას ვიყიდიდი. ეხლა ცოტას დავამატებ ამ ფულს და უფრო კარგ მანქანას ვიყიდი. საიდან დავამატებ? ცოტას დავამატებ მეთქი, ცოტას. კარგი. სანდრო. რა მინდა გითხრა? შენ გონია მომატყუებ და მათქმევინებს სადავმალე ვერ მოგართვი. წეგან რო შემოვდიოდი ქუჩაში შენი მანქანა ვერ დავინახე და ხო არ მოიპარეს. გავყიდე სანდრო. რას მათყუებ აბა ამ პარკში რა გიდევს? გავყიდე სანდრო, გავყიდე. ეხლა მე იქ გავარ ცოტა ეს სანდრო. და თუ ახტადე. რა არის ამ პარკში რა? აქ არის ფული. ო? აჰა. on ცოტა უტენი. ცოტა. დადე. სადავდო ანანო, სადავდო, როგორიც იყო მე ხა, მაგრამ მივცემ ვინმეს რა. კარგი რა ანანო რა, კარგი რა. გამატარე რა. სან. ჰა? შენ შეყვარებულ სასახლე არასდროს ეჩხუბები? არა. ანანო. ისე ასეთი რა უთხრა იმ კაცს რომ ეგ მანქანა აყიდინა? რა ცოტას წვავსო. ცოტას დავწვავს საერთოდ არ დადის. აკა ხარც ლივის გიპოვეთ. აი ეს პარკი ეს მანქანაში დარჩათ. ეს კიდე ამ პარკიდან ამოვარდა. გასალებია. ეს რა არის სანდრო? გავგიჟდები და რანაირად პაულობთ ამ გასაგებს? მალე დამთავრდება? 4 წუთი დაამატა რა. გავგიჟდები რა, სადიპოა ეს 4 წუთი რა. აუ, ირა. ეხა როგორ ფიქრობ, მიხვდება თამარი? რა, სანდრო? აი იმ ბიჭს რატომ ახვედრებთ, ჰა? შენ მიხვდებოდი? მე? ირაკლი მანქანა გავყიდე. მართლა დათო? ხო. იმოცავ. დათო? მანქანა გაყიდე? შრალხით თან ძველმანებში? ძველმანებში. ძველმანებში გავყიდე. ირა. გახვეწები, მითხარი ახლა მიხვდება თუ ვერ მიხვდება? აუ, კარგი რა. აი, მითხარი, კარგი ძალიან თამარი ამას მიხვდება თუ ვერ მიხვდება? მე თამარი რას მიხვდება და როდის მიხვდება სანდრო? აი, მიხვდეს. ოჰა. სად გავყიდე მანქანა? ძველმანებში. ძველმანებში გავყიდე. რა კარგია. აი, გაუხარი ხა. აღარ შემიძლია როდემდე შეიძლება გავგიჟდი რა. სტადი. არ მომეკარო. ოდო, გაიგე. მეცი მო. მალე გაიყვანეთ ეს ვითხა აქედან რა. ძველმანებში გავყიდე რა მანქანა. ბოლო ჯერ ვამბობ. ყველამ დაიმახსოვრეთ. ყველას გეხებათ ეს. მეორე ჯერ ამას აღარ გავიმეორებ. ეს ოთო არ დამანახოთ ჩემს წარში. გასაგებია. ეს ვირთხა ეს. ვირთხა ოთო მეორე ჯერ აკავებ.
გამარჯობა. ირაკლი. ოთო. ეს ის ოთოა ირაკლი. მომზანდი გადასვალი. ოთო, ეს ირაკლია, თამარის საუკეთესო მეზობელი. ოთო, ეს მარიკა, თამარის საუკეთესო ბავშვობის მეგობარი. ოთო, ეს არის ჩვენი სანდრო, თამარის მოსწავლე. ირა. მითხარი ახლა მიხვდება თუ ვერ მიხვდება? აი, სანდრო რა. ეს გასაღები ლივში ვიპოვე, ნატურას არ იყო გაჩქარებული. ისე ჩემო მეგობარო ძალიან გამიხარდება თუ მე და შენ დავახლოვდებით და მე და ლაშას კიდევ ერთი კაცი შემოგვემატება კეიფებში. შენ ჩილაშიკოს თავი დაანები. მოვიდა ჩემი მზე თუ ნახავი, ჩემი ულამაზესი თამარი, ჩემი და მარიკა, რა ემართა მა? გაცივდი. ჩემი საერთოდ ჩემი ულამაზესი. მარიკა, აბა ახალი აბაზანა მარჩვენება გიყიდია, გამარჯობა გენცი. სათხართ ამდენ ხას რა არის ვერ გავიგე. ვაკნა კეთევან ზუმას რაღაცა ეტაპის ანამარ დამთავრა ვერავა. აბა ახალი აბაზანა? აი ეხა მეუბნებოდა მარიკა. ლიკა ტალახაძეს გაუტანია. რა მაგის გატანა შეიძლება? ირაკლი. ხო. თამარ, მოდი დავბრძანდი. ხო, ესეც გახლი. მოდი გენაცვალე. მოდი, დაჯექი. ირა. რა უნდა? მიხვდება. თამარცა ჩაიწია რა. დამაჩინე, მიიწი. ირა, ეხა როგორ ფიქრობ? ერთ ახლა მიხვდება. თამარ. აი ეს არის ოთო. ოთო, ეს არის თამარი. თამრი. ეს არის ოთო. ოთო, ეს თამარია, თამარი. კარგი. ამათმა კი არა, მე გავიგე რომ ეს არის ოთო. ირაკლი, სანდრო, მოდით ეს თებში წამაღებინე. ეს ტექსტი და ვარიკლასნა. უკაცრავად, ოთო, თქვენ სად მუშაობთ? მე ორი მაღაზია. ავტონაწილების. უი, კარგია. ქუთაისის ქუჩაზე. უი, იქ ძალიან კარგია. კეთევან, ხო ჩემო მზე თუ ნახავო გისმე. ისე ორი მაღაზია ჯობია ორცოლს. რა? არა ისე. აცრავად. ეს იგი ასე ხო არ გავუშვებ ჩვენ ოთო მეგობარს ჩემო ოთო ახლა თითო ჭიქა აუცილებელია მოდი გენაცვალე აი ასეთი მოუცლელია შვენიერი ბიჭია და რას უწუნებს ჩემი და რა ვიცი. თბილისში ესეთი ბიჭი არ დადის. რა? აი ჩამოვა ლონდონიდან და ვნახო თუ არ დადის. არ ვიცი. ზაზუნა გყავს და იმაზე ლაპარაკობს. აი ხო მიხვდი. გიდა გიხსნა? კარგი რა სანდრო რა. აბა სად არის ჩემი პუტყუდავათო სად არის? სად არის ჩემი ოთო? შენაგნა გიდა ოთო? როგორ ხარ? დაჯექი, მიწე. თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? კი. რა იყო?
როგორ მიდის საქმე ქუთაისის ქუჩაზე? კარგად. კარგად, ხო? ის ნაწილი მივიღეთ შენ რო ეძებო. აი ეს ნაწილი მე აღარ მჭირდება, ეხა სხვა მეძებოს. ნუ რადგან ასეთი ახლობლები ყოფილვართ გავამართვით მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი სადგეგრძელო შემოგთავაზოთ შუა მდინარეში ერთი სწავლული ხვლიკი ცხოვრობდა ირაკლი ერთი წუთი ოთო სული თუ ყავდა თოდესმე არა არასოდეს არა არ შეყვარებული ნუ ეხლა სკოლაში მეხუთე კლასში რო ვიყავი იყო ეგეთი შემთხვევა მაგრამ ესე იგი მეხუთე კლასში რაღაცა ეგეთი იყო ხო კი გესმით აი მე თამარ გლონტი აი ესეთ მე ქალთან ეს არ გავყვები რა აბრი ჩემ თავს გავხსნა მიხდა ირაკლი ხო გეულებოდი მიხდა ესეთი მაგარი მანქანა მე არასდროს არ მყოლია რა. ირაკლი რა მაგარია ნახე თავის ჩასადები მოყვება მარიკას ფარდა იგას მოდოდა რომ ვერ იყო გადაფარებული რატო უნდა გააქროს არა სანდრო უნდა გააჩინოს რა? დათო ის წინა მანქანა რატო გაყიდე ზუსტად ასეთი არ იყო მე შეხე თქვენ მეფის ვერ ამჩნევთ და ვერ ხედავ. რას 4 ხარიან